Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გსურს ახალგაზრდების სახელით მთელი საქართველოს გასაგონად განვაცხადოთ, რომ ბატონი გელა ბარკალაიას ინიციატივით იმ ადამიანის, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა ბევრ დიდ ქართულ საქმესთან ერთად მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მაქსიმალურად ეხმარება მომავალ თაობას. განვითარებისა და წინსვლაში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას, რომლის უმთავრესი მიზანია მომავალმა თაობამ მიიღოს და აიმაღლოს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად, დასაქმდნენ მათთვის საინტერესო სფეროში და ჰქონდათ სათანადო პირობები. ადრეული ასაკიდანვე აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში. იყვნენ ღირსეული ქართველები, ტრადიციული ღირებულებები და მაღალი სტანდარტები. ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალგაზრდების მიერ ერთხმად იქნა არჩეული ბატონი გელა ბარკალაია, რომელიც თავისი უდიდესი გამოცდილებით და კავშირებით უხელმძღვანელებს და ყველანაირად დაეხმარება ახალგაზრდებს დასახული მიზნების მიღწევაში. მე მქონდა საუბარი გიორგისთან და გიორგის ძალიან კარგი გუნდი ყავს და მე მინდა ამ ახალგაზრდებს უხელმძღვანელოს სათავეში ჩაუდგეს, რა ვიცი, სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს და გიორგი მინდა იყოს ხელმძღვანელი ყველა ჩვენი შეხვედრისა, ჩვენი დაორგანიზებისა, ბევრი პროექტები უნდა გავაკეთოთ, ბევრი რამე უნდა ნახოთ. მე და თქვენთან ერთად ძალიან მაგარი პროექტი გავაკეთო, რომელიც უკვე გაკეთებული მაქვს და იმ ადგილსაც თითქმის მოვინახულებთ ხვალზე ჩვენ საქართველოში, როცა თქვენი დახმარებით ავტომობილს ავაწყობთ და საქართველოში ავტომობილი რო იქნება საქართველოში აწყობილი ქართველების მიერ, აი მაშინ გეტყვით რომ მე წავედი პენსიაზე მეთქი. აქედან გამომდინარე გიორგის უნიშნავ ვიცე სპიკერად და ყოველი დღე თქვენთვის იქნება მნიშვნელოვანი. რაც მე გავიარე გზები, აი ამ ჩემს გავლილ გზებს, ჩემს შეცდომებს ყველაფერს გაგიზიარებ და თქვენ არ მინდა შეცდომები დაუშვათ.